გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ბერძენიშვილი, ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი. ეს კი ჩემი YouTube არხი არის. რიგით მეხუთე ვიდეოს წერ და მინდა განვიხილო ამ ვიდეოში ჩემი ტექნიკა, თუ რა ტექნიკით ვიღებ ფოტოებს და ვიდეოებს. სანამ უშუალოდ ტექნიკის განხილვაზე გადავალთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ძალისხილაკი. ეს ჩემთვის დიდი мотивация იქნება, რომ უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ მომავალში. მოდი ახლა კი დავიწყოთ აპარატურის განხილვა. ფოტოაპარატს რაც შეეხება, მე ვიყენებ Canon 5D Mark III-ს. ერთ-ერთი საუკეთესო აპარატი არის ამ საფასო კატეგორიაში, კი არის ძველად მოიხსენიება, მაგრამ თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. მისი აგებულება დღევანდელ კამერებს რო შევადაროთ, არის Canon RX-ის მსგავსი აგებულება აქვს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ, აი ნებისმიერ ამინდში, წვიმაში, თოვლში, ქარში, არ აქვს მნიშვნელობა. ერთ-ერთი საუკეთესო კამერა არის, მას აქვს ესე ვთქვათ ISO 100-დან 25600-მდე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლები სინათლეა, გადავიღოთ ძალიან კარგი ფოტოები. რაც შეეხება მას 24 მეგაპიქსელი აქვს და საკმაოდ კარგი არის და პრაქტიკული არის გამოსაყენებლად. ეს არის full frame კამერა, ანუ პროფესიონალს რო ეძახიან ბჭყალებში და ერთ-ერთი კარგი ვარიანტი არის, ესე ვთქვათ. ეხლა კი განვიხილოთ თუ რა ლინზას და რა ობიექტივს ვიყენებ ამ კამერას. მოკლედ ბევრი ძებნის შედეგად, ესე ვთქვათ, ხელში ჩამივარდა, ძალიან მინდოდა ეს ლინზა. ეს არის Sigma RT 2470 f2 და 8 დიაფრაგმით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი არის. ნებისმიერ დროს გადასაღებად, ესე ვთქვათ. მაგალითად, ქორწილში, წვეულებებზე, დაბადების დღეებზე, სპორტში მეტნაკლებად გამოიყენება, მაგრამ მიქაც კარგი არის, იმიტომ რომ დავდებ ამ ლინზით და ამ აპარატით გადაღებულ, ესე ვთქვათ, ფოტოებს, აი აქ სადღაც დაიდება და აი თქვენ თვითონ შეაფასეთ რა, მოკლედ. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი არის, აი ბოკი აქვს სასწაული, ესე ვთქვათ, ობიექტივს რომელსაც ვუღებ, ის არის მთლიანად ფოკუსში და მის უკან რაც არის დაბლარული არის, ესე ვთქვათ, ძალიან კარგად. რაც შეეხება მის აგებულებას, ანუ Canon-ის ლინზასთან შედარებით 2470 რო ვიღოთ Canon-ი რა, იმასთან შედარებით ძალიან გაცილებით მძიმე არის, ესე ვთქვათ, მაგრამ დამიჯერეთ რომ არ ინანებთ ესეთი მძიმე ლინზის გამოყენებას. რაც შეეხება ვიდეოგრაფიას, ამ სფეროში ახალი ვარ, ახალს უწოდებ ჩემ თავს, დაახლოებით 1 წელი არის რაც დავიწყე და დამწყებს უწოდებ ჩემ თავს. პირველ რიგში რომელი აპარატი შევიძინე, ეს არის Sony A6300, არის პრაქტიკული, მსუბუქი, ადვილად ესე ვთქვათ, წასაღები სადმე და ანუ 4K რეზოლუცია აქვს, რაც თავარია გადაღების მხრივ არის კარგად იღებს, ესე ვთქვათ, და დამწყებისთვის, ვინც არის დამწყები ვიდეოგრაფი, მაგალითად გირჩევდით ამ კამერას. ამ კამერასთან ერთად ასევე ვიყენებ სტაბილიზატორს. ეს არის კამერის სტაბილიზატორი Ronin SC, არის ძველი ვარიანტი, ეს არის ახლებიც, ეს მესამე სერია და მეოთხე სერია გამოსული, რაც ძალიან კარგი არის, მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე არჩევანი ამ სტაბილიზატორზე გავაკეთე, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. როდესაც ამ სტაბილიზატორზე მოვათავსებ მაგალითად ჩემს კამერას, კადრები ძალიან ხარისხიანი არის და ამ კამერით და სტაბილიზატორით გადაღებულ ვიდეოსაც, ესე ვთქვათ, ლინკის სახით ბიოში დავდებ, რომლითაც ვიყავი სარიშვილის რიფტზე, რუსთავში, როდესაც იყო ამ ზაფხულში და შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოს სახით. ჩემი ტექნიკა ამ ეტაპზე სულ ეს იყო, მაგრამ ვფიქრობ რაღაცეების შესვლას, მაგალითად ლინზის შეძენა მინდა, მაგალითად აპარატისთვის 50 მმ-იან ST ლინზას ვფიქრობ, ან 85 მმ-იანს, თქვენ რომელს მირჩევთ აქედან შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და ასევე მინდა Sony-სთვისაც ობიექტივის შეძენა, ან 50 მმ-იანს ვფიქრობ, ან ვიდეოებისთვის რომელიც გამომადგება რა. Sony-s ობიექტივი შეგიძლიათ მირჩიოთ, აი კომენტარებში დამიწერეთ თუ რა ლინზა შეიძლება ვიყიდო ვიდეოს გადასაღებად ბიუჯეტურ ფასში, ამ ეტაპზე ბიუჯეტურს ვეძებ რა. მოკლედ, სულ ეს იყო, ჩემი მიზანი არის, რომ გადავიღო საინტერესო ვიდეოები, ანუ გადავიღო გადაღების პროცესიც კი და ტექნიკა თუ რა ტექნიკას შევიძენ მომავალში. იმედი მაქვს საინტერესო იქნება ეს ვიდეოები თქვენთვის. ვცდები, რომ უფრო საინტერესო და სანახაობრივი ვიდეოები შემოგთავაზოთ. მომავალ შეხვედრამდე